ყველაზე მრავალრიცხოვან ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფს იმერლები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად იმერეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ისინი მეგრელებთან, სვანებთან, რაჭველებთან და ლეჩხუმელებთან ერთად არიან უძველესი ქართველური ხალხების კოლხების შთამომავლები. იმერელთა კომპაქტური დასახლებებია საქართველოს სხვა კუთხეებშიც, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში. იმერლები საუბრობენ ქართული ენის იმერულ დიალექტზე. ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: კაცნი და ქალნი არიან უმშვენიერესნი და უჰაეროვანესნი. აქ გლეხის შვილსაც კი ისე აცვია, როგორც სხვა კუთხეებში თავადთა და აზნაურთა შვილებს. არიან სუფთანი და გაბრწყინებულნი, აგრეთვეა მათი ცხენები და იარაღიც. იმერლები არიან ცქვიდნი, კისკისანი, ენატკბილნი, უცქვიტესად მოუბარნი, ბრძოლაში ძლიერნი, ფიცხნი, შემართებულნი და არასრულგრძელნი. ისინი არიან უხვნი და მომხვეჭნი, დღეისის მაძიებელნი, ხვალისის არაგამომკითხველნი, მომღერალ მგალობელნი და განათლებულნი, კეთილნი და სხვათა დამხმარენი. სარწმუნოებით ქრისტიანნი, მათი ენა ქართულია.